ბრინჯაოს ხანის დასასრულს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი ნაწილი უძველესი სამყაროს რამდენიმე ყველაზე ძლიერ სამეფოს მასპინძლობდა. იქ იყო დიდი ქალაქები, ორგანიზებული არმიები, წერის სისტემა და ვაჭრობა, რომელიც შორეულ მიწებამდე აღწევდა. თუმცა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-13 საუკუნის ბოლოს დაიწყო დასუსტება იმ სისტემისა, რომელიც ამ სამეფოებს აერთიანებდა. ქალაქები ერთის შემდეგ მეორისა განადგურდა ან მიტოვებული იქნა. ვაჭრობა შეწყდა, ზოგიერთი მთავრობა დაემხო და სულ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გაქრა იმპერიები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდნენ რეგიონში. ამ არეულობასთან ერთად ჯგუფები გემებით მოგზაურობდნენ და სანაპიროებზე ესხმოდნენ თავს. ისტორიკოსები დღეს მათ ზღვის ხალხებს უწოდებენ, ეს არ არის სახელი, რომელსაც ისინი საკუთარ თავს უწოდებდნენ, ეს თანამედროვე სახელწოდებაა, რომელიც სხვადასხვა ჯგუფებს მიენიჭათ ძველი ეგვიპტის ჩანაწერებში მოხსენიებული სახელებიდან. ვინ იყვნენ ზღვის ხალხები? საიდან მოვიდნენ ისინი? და მართლა ისინი იყვნენ ბრინჯაოს ხანის დიდ სამეფოთა დალამხობელები. ამ კითხვებზე პასუხის გაცემამდე საჭიროა გავიგოთ, რამდენად ფართო და რთული იყო ის სამყარო, რომელსაც ისინი დაესხნენ თავს. ბრინჯაოს ხანა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში დაიწყო ძვ.წ. 33 საუკუნეში. მას ბრინჯაოს ხანა ეწოდა, რადგან ბრინჯაო ფართოდ გამოიყენებოდა იარაღის დასამზადებლად, ხელსაწყოების და მნიშვნელოვანი ნივთების დასამზადებლად. ბრინჯაო არის ლითონი, რომელიც ჩვეულებრივ მზადდება სპილენძისა და თუნუქის შერევით. ეს ორი ლითონი მნიშვნელოვანია, რადგან იშვიათად გვხვდება ერთად ერთსა და იმავე ადგილას. ამის გამო სამეფოები დამოკიდებული იყვნენ გრძელ სავაჭრო მარშრუტებზე. ლითონი გადიოდა როგორც ზღვით, ისე ხმელეთით. ხე, მარცვლეული ზეთი, ღვინო, ძვირფასი ქსოვილები და სხვა პროდუქტები. ბრინჯაოს გვიან პერიოდში რეგიონში უკვე რამდენიმე დიდი ძალა არსებობდა. სამხრეთში იყო ეგვიპტე, რომელიც ასევე აკონტროლებდა ბევრ ქალაქს ქანაანში. ქანაანი არის რეგიონი, რომელიც მოიცავს თანამედროვე ისრაელის, პალესტინის, ლიბანის, იორდანიისა და სირიის ნაწილებს. ანატოლიაში, რომელიც თანამედროვე თურქეთის დიდ ნაწილს წარმოადგენს, მართავდა ხეთების იმპერია. სირიაში ასევე არსებობდა ქალაქები და უფრო მცირე სამეფოები, რომლებიც ხეთების ძალაუფლებას აღიარებდნენ. აღმოსავლეთით კი იყო ასურეთი და სხვა სამეფოები მესოპოტამიაში. ეს ძალები ერთმანეთისგან განცალკევებული არ იყვნენ. ისინი ერთმანეთს უგზავნიდნენ საჩუქრებს, პრინცესებს, ჯარისკაცებს, ეტლებს, ლითონსა და საკვებს. მათ ასევე ჰქონდათ შეთანხმებები და დიპლომატიური წერილები. როდესაც ერთი ადგილი სუსტებოდა, შეიძლება ბევრი ადგილი დაზარალებულიყო. აქედან დაიწყო დიდი პრობლემები. ზ.წ. 13 და ადრეულ 12 საუკუნეებში რეგიონმა ძლიერი ზეწოლა განიცადა. ასე ოსტკიცებულება გვალვისა და საკვების დეფიციტის შესახებ ზოგიერთ ადგილას. ასევე იყო ომები, ძალაუფლებისთვის ბრძოლა, აჯანყებები და ვაჭრობის მარშრუტების განადგურება. სამეფოები, რომლებიც იმპორტირებულ საკვებსა და ლითონზე იყვნენ დამოკიდებული, უფრო სუსტები გახდნენ. თუ მარცვალი არ შემოვიდოდა, მოსახლეობა შიმშილობდა. თუ კალა არ შემოვიდოდა, ბრინჯაოს იარაღის დამზადება რთული ხდებოდა. როდესაც მეფეს არ შეუძლია თავისი ჯარისა და მოხელეების დაფინანსება, მთელი მთავრობა შეიძლება დაინგრეს. ამ კრიზისის დროს სანაპიროებზე თავდასხმები გახშირდა. ზღვის ხალხების შესახებ პირველი ნათელი ჩანაწერი ფარაონ მერნეპტახის დროს გაკეთდა. ის იყო რამზეს დიდის შვილი და ეგვიპტეს მართავდა ძვ.წ. 13 საუკუნის ბოლოს. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 1208 წელს ლიბიიდან მოსული ჯარი ფავს დაესხა ნილოსის დელტის დასავლეთ ნაწილს. ლიბიელებთან ერთად იყვნენ უცხოელი მებრძოლები, რომლებსაც ჩანაწერებში შერდენებად, შეკელეშებად და ლუკებად მოიხსენიებენ. მათთან ერთად სხვა ჯგუფებიც იყვნენ, მათ ჩრდილოეთის ქვეყნებიდან და სხვა ადგილიდან მოსულ ხალხს უწოდებდნენ. შესაძლებელია ზოგიერთი მათგანი მებრძოლი იყო, რომელიც ახალ მიწას ეძებდა. ხოლო მცხვები შეიძლება დაქირავებული მეომრები ან ჯარისკაცები იყვნენ. ისინი მერნეპტახის ჯარმა დაამარცხა. ამის გამო ეგვიპტელებმა თავიანთი გამარჯვება კარნაკის კედლებზე ამოკვეთეს. ეს არის დიდი ტაძრის კომპლექსი, რომელიც ახლოსდებარეობს თანამედროვე ლუქსორის ქალაქთან. სიამდვილეში ეგვიპტეს ამ ჯგუფებიდან ზოგიერთი ჯერ კიდევ თავდასხმამდე იცნობდა. იყო შერდენები, რომლებიც უკვე ეგვიპტის ჯარში მსახურობდნენ როგორც ჯარისკაცები. ეს ნიშნავს, რომ ზღვის ხალხები არ გამოჩენილან უცებ როგორც ახალი ერი, პირიქით ისინი შედგებოდნენ სხვადასხვა ჯგუფებისგან, რომლებსაც შეიძლებოდა ჰქონდათ განსხვავებული წარმოშობა და მიზნები. შესაძლებელია მათ შორის იყვნენ მეზღვაურები, ჯარისკაცები, ლტოლვილები, ოჯახები და ადამიანები, რომლებიც უფრო უსაფრთხო ან უფრო მდიდარ მიწებს ეძებდნენ. მიუხედავად მათი დამარცხებისა, ამ ჯგუფებიდან ზოგი კვლავ იხსენიება ეგვიპტის ჩანაწერებში 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ. და იმ პერიოდში მთელი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში არეულობა კიდევ უფრო გამწვავდა. ერთ-ერთი პირველი დიდი ძალა, რომელიც საბოლოოდ დაეცა, იყო ხეთების იმპერია. ხეთების დედაქალაქი იყო ხატუსა, ძლიერი ქალაქი ანატოლიის შუაგულში. მას ჰქონდა დიდი კედლები, სასახლე, ტაძრები და სამთავრობო შენობები. მაგრამ იმპერიის საბოლოო დაცემამდე ის უკვე აწვდებოდა საკვების დეფიციტს.
მტრულ სამეფოებს, საზღვრის კონფლიქტებს და მართლობის პრობლემებს. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 1200 წელს სტატუსას მნიშვნელოვანი ნაწილები დაიწვა და მიატოვეს. არ არის ნათელი ქალაქი მხოლოდ ერთმა არმიამ გაანადგურა თუ არა. შესაძლებელია მათზე ბევრმა მიიტანა იერიში, ან ადგილობრივი მტრები ყავდათ, ან გარედან დაესმენ თავს. სწორედ აქ მელველა გაქრა ხეთების იმპერიის ცენტრალური ძალაუფლება. და ქალაქები, რომლებიც ადრე მის დაქვემდებარებაში იყვნენ, დარჩნენ საკუთარი თავის დასაცავად. ამასთან ერთად ანატოლიის სანაპირო რეგიონებსა და კვიპროსსაც დაესხნენ თავს სირიასა და ქინანს. ეს არ იყო ერთი დიდი შემოსევა, რომელსაც ერთი მეფე ხელმძღვანელობდა, არამედ სხვადასხვა ჯგუფები მრავალჯერ მიდიოდნენ და ესხოდნენ მათ თავს. ზოგიერთი ქალაქი პირველებმა დაეცა, სხვა ქალაქები კი გადარჩნენ და შემდეგ კვლავ დაეცნენ განმეორებითი თავდასხმების შედეგად. ამ ამბავში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უგარიტია. უგარიტი მდიდარი ქალაქი იყო თანამედროვე სირიის სანაპიროზე. მისი მდებარეობა მნიშვნელოვანია, რადგან იგი დაკავშირებული იყო სავაჭრო მარშრუტებთან, ეგვიპტესა და კვიპროსთან, ანატოლიასთან, მესოპოტამიასთან და ეგეოსის ზღვის კუნძულებთან. უგარიტს ჰყავდა საკუთარი მეფე, მაგრამ იგი აღიარებდა ხეთების იმპერიის ძალაუფლებას. უგარიტიც აგზავნიდა ჯარისკაცებსა და გემებს, როცა ხეთები ამას მოითხოვდნენ. ქალაქის ბოლო დღეებში უგარიტის მეფე ამურაპიმ კვიპროსიდან გაფრთხილება მიიღო. ტრის გემები ზღვაში გამოჩნდნენ. მას ურჩიეს გაეძლიერებინა თავდაცვა, შეეკრიბა ჯარი და დაეცვა თავისი ქალაქები. მაგრამ ამურაპის თითქმის აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი თავდაცვისთვის. მისი ჯარის დიდი ნაწილი ხეთების მიწაზე იმყოფებოდა. უგარიტის გემები კი ლუკას სანაპიროზე დასავლეთ ანატოლიის სამხრეთში გაგზავნეს. ასე რომ, როცა მისი ჯარი და გემები არ იყვნენ ადგილზე, შემოსეულები მოვიდნენ. ერთ-ერთ წერილში ამურაპიმ აცნობა, რომ მტრებმა მისი ქალაქები დაწვეს და მისი მიწები გაანადგურეს. მისი თქმით თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმე გემი მოვიდა. მაგრამ ეს გემებიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ სერიოზული ზიანი მიეყენებინათ თითქმის დაუცველი სამეფოსთვის. ძველი წელთაღრიცხვის მე-12 საუკუნის დასაწყისში უგარიტი უკვე განადგურებული იყო და აღარასოდეს აღდგენილა როგორც დიდი სამეფო. წერილები, რომლებიც მოახლოებულ საფრთხეს აღწერდნენ, არქეოლოგებმა ქალაქის ნანგრევებში აღმოაჩინეს. ეს წერილები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მხოლოდ ომის ამბავი არ არის, რომელიც წლების შემდეგ დაწერეს. ისინი გავდა შეტყობინებებს, რომლებიც დატოვეს მაშინ, როცა კატასტროფა სწორედ იმ დროს ხდებოდა. ეს იყო გაფრთხილებები იმ ლიდერებისგან, რომლებიც ხედავდნენ, როგორ ქრებოდა ნელ-ნელა ქალაქები, რომლებიც ადრე უსაფრთხოდ მიაჩნდა. მაგრამ უგარიტის დაცემა მხოლოდ უფრო დიდი კრიზისის ნაწილია. როცა ხეთები ქრებიან და სირიასა და კვიპროსში ქალაქები იწვის, რამდენიმე შეიარაღებული ჯგუფი და მიგრანტი სამხრეთისკენ განაგრძობდა მოძრაობას რეგიონში. მალე ამ ჯგუფებიდან ერთ-ერთი შეეჯახა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამეფოს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობდა. და ეს იყო ეგვიპტე. როცა ისინი ეგვიპტის საზღვართან მივიდნენ, რამდენიმე ჯგუფს მხოლოდ არმია კი არ მოყავდა. ეგვიპტელების ამოკვეთილ გამოსახულებებში ჩანს ეთლები, რომლებშიც ქალები, ბავშვები, საოჯახო ნივთები და ცხოველები არიან. ეს მიუთითებს, რომ ოჯახები ახალ საცხოვრებელს ეძებდნენ. მათთან ერთად იყვნენ მებრძოლები, რომლებიც ბრძოლისათვის იყვნენ მზად. ფარაონ რამზეს მესამე იცოდა, რომ საკმარისი არ იყო დედაქალაქში ლოდინი. ამიტომ მან გადაწყვიტა შეეჩერებინა დამპყრობლები მანამდე, სანამ ისინი მდინარე ნილოსის გარშემო მდიდარ მიწებზე შევიდოდნენ. დაახლოებით 1177 წელს ჩვენს ერამდე, მმართველობის მერვე წელს რამზეს მესამემ ეგვიპტური არმია ბრძოლისათვის მოამზადა. მედინეთ-ჰაბუში არსებული წარწერების მიხედვით მოხდა შეტაკება ხმელეთზე და კიდევ ერთი დიდი ბრძოლა წყალზე. ხმელეთზე ბრძოლის ზუსტი ადგილი უცნობია. დიდი ალბათობით ეს მოხდა ქანაანის სამხრეთ ნაწილში, ან იმ მარშრუტებზე, რომლებიც ეგვიპტის საზღვრისკენ მიდიოდა. ამ ნაწილში ეგვიპტელები იყენებდნენ მშვილდოსნებს, ქრეით ჯარისკაცებს და საბრძოლო ეტლებს, რათა ჩაეხერგათ ჩრდილოეთიდან მომავალი ჯგუფების გზა. ამის შემდეგ ეგვიპტემ დაუპირისპირდა გემებს, რომლებიც ცდილობდნენ ნილოსის დელტაში შესვლას. ნილოსის დელტა არის ჩრდილოეთ ეგვიპტეში განიერი ტერიტორია, სადაც ნილოსის მდინარე მრავალ ტოტად იყოფა. სანამ ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება. ტაძარში ამოკვეთილი გამოსახულებების მიხედვით ეგვიპტური არმია წყალში მახესამხეს ამზადებდა. მშვილდოსნები განალაგეს სანაპიროზე, ხოლო ეგვიპტური საბრძოლო გემები დელტაში ელოდნენ. როდესაც დამპორთა გემები დელტაში შევიდნენ, ეგვიპტეს არმია მათ ხმელეთიდან და წყლიდან შეუტია. სანაპიროზე მყოფი ეგვიპტელი მშვილდოსნები ისროდნენ ისრებს, ხოლო ეგვიპტური გემები მათ უახლოვდებოდნენ. რელიეფებზე ჩანს გადაბრუნებული გემები, წყალში ჩავარდნილი მებრძოლები და ტყვეები, რომლებიც ფარაონის წინ მიხავთ. ზოგიერთი ტყვე ატარებს განსაკუთრებულ ჩაფხუტს ბუმბულებით ან მაღალი დეკორაციებით.
მედინეთ ჰაბუში ასევე გამოსახულია მოკლული მტრის მოჭრილი ხელები. ეგვიპტელი ჯარისკაცები მოკლული მტრის ხელებს იყენებდნენ როგორც მათი რაოდენობის დასათვლელად. ეგვიპტემ გაიმარჯვა და დამპყრობლებს ნილოსის დელტა სრულად არ დაუპყრიათ. თუმცა წარწერების წაკითხვა სიფრთხილით არის საჭირო. ეს გაკეთდა იმისათვის, რომ რამსეს მესამე წარმოჩენილიყო როგორც ეგვიპტის ძლიერი დამცველი. შესაძლოა გამოსახულებებსა და სიტყვებში გადაჭარბებულია გამარჯვების მასშტაბი. თუმცა ჩანაწერები ადასტურებს, რომ ჩრდილოეთიდან მოსულ ჯგუფებთან დიდი ბრძოლები გაიმართა. ზღვის ხალხის ეგვიპტეში დამარცხება არ ნიშნავს, რომ მოგზაურობაში მონაწილე ყველა ჯგუფი გაქრა. ზოგი შეიძლება მოკლეს ან დაიღუპა, სხვები შესაძლოა ზღვაში დაბრუნდნენ, სხვა მიწებზე გადასახლდნენ ან ქანაანის სანაპიროებზე დასახლდნენ. აქ უკვე უფრო რთული ხდება პასუხი გავცეთ კითხვას მათი ნამდვილი ვინაობის შესახებ. სახელი ზღვის ხალხი არ არის არც ქვეყნის და არც ეთნიკური ჯგუფის სახელი. ეს მხოლოდ თანამედროვე სახელწოდებაა ეგვიპტელების მიერ მოხსენიებული სხვადასხვა ჯგუფებისთვის. მათგან ყველა არც კი იყო პირდაპირ მოხსენიებული როგორც ზღვის ხალხი. ჩანაწერებში მოხსენიებულ სახელებს შორის არიან პელესეთი, ჩეკერი, დინენი, ქეშეთი, შეკელეში, შერდენი, ლუკა, თერეში და ეკეში. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ერთ ენაზე საუბრობდნენ, კულტურა ან წარმოშობა, ან მხოლოდ ჯგუფს ერთი არ ჰქონდათ. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა მხოლოდ იმიტომ გაერთიანდა, რომ ყველა მათგანი ეძებდა საკვებს, უსაფრთხოებას, სამუშაოს ან ახალ მიწას. ასევე შესაძლებელია, რომ გამოცდილი ჯარისკაცები და მეზღვაურები შეუერთდნენ უფრო დიდ ჯგუფებს, იმ დროს, როცა ინგრეოდა ქალაქები, რომელთაც ადრე ემსახურებოდნენ. ლუკა ერთ-ერთი მათგანია, რომლის დაკავშირებაც კონკრეტულ ადგილთან უფრო ადვილია. ეს სახელი ცნობილია. ეს სიტიტებისა და ეგვიპტელების ჩანაწერებშია მოხსენიებული დიდი კრიზისის დაწყებამდე. დიდი ალბათობით ლუკას ხალხი სამხრეთ-დასავლეთ ანატოლიიდან, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიიდან იყო წარმოშობით. სხვა ჯგუფების იდენტიფიცირება უფრო რთულია. ზოგიერთი მკვლევარი შერდენს სარდინიას უკავშირებს, ხოლო შეკელეშს სიცილიას, სახელების მკავშირების გამო. სხვები კი ეძებენ კავშირს ეკვეშსა და ტერეს შორის ეგეოსის ზღვისა და საბერძნეთის მიმდებარე ტერიტორიებთან. ასეთი კავშირების უმეტესობა მხოლოდ ძირითადი ვარაუდია. მხოლოდ სახელების მსგავსება საკმარისი არ არის იმის დასამტკიცებლად, რომ რომელიმე ჯგუფი ნამდვილად იქიდან იყო წარმოშობით. ასევე შესაძლებელია, რომ ისინი მხოლოდ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის არეულობის შემდეგ გადავიდნენ ამ ადგილებში. ყველა ჯგუფს შორის, რომლებიც ზღვის ხალხებთან არიან დაკავშირებულნი, პელესეთს ყველაზე მკაფიო კვალი აქვს. პელესეთი ჩვეულებრივ ასოცირდება ფილისტიმელებთან, ეს არის ჯგუფი, რომელიც რკინის ხანის დასაწყისში სამხრეთ ქანაანის სანაპიროზე ცხოვრობდა. მათ მნიშვნელოვან ქალაქებს შორის იყო ღაზა, აშქელონი, აშდოდი, ეკრონი და გათი. ფილისტიმელები მოგვიანებით ცნობილი გახდნენ როგორც ძველი ისრაელიანების მეტოქეები ებრაული ბიბლიის ისტორიებში. მაგრამ სანამ ეს ისტორიები გაჩნდებოდა, ფილისტიმელების დასახლებულ ქალაქებში უკვე მოხდა დიდი კულტურული ცვლილებები. აშკელონში, ეკრონსა და სხვა ადგილებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს კერამიკის ჭურჭელი, რომლის დიზაინი ძალიან გავს მიკენურ სამყაროში გამოყენებულ ნივთებს. მიკენელები იყვნენ ხალხი, რომლებიც ცხოვრობდნენ საბერძნეთის მატერიკზე და ეგეოსის ზღვის გარშემო გვიან ბრინჯაოს ხანაში. აღმოჩენილი ნივთებიდან ზოგიერთი უბრალოდ იმპორტირებული კერამიკა არ არის, ისინი ადგილობრივი თიხითაა დამზადებული, მაგრამ შესრულებულია იმ სტილითა და ტექნიკით, რომელიც ეგეოსის სამყაროში იყო ცნობილი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ და თან მოიტანეს საკუთარი ცოდნა კერამიკის დამზადებაში. ასევე აღმოჩნდა მსგავსება ზოგიერთი საკვების, სახლის, ნივთებისა და რელიგიური ობიექტების ტიპებში. დროის განმავლობაში ეს ტრადიციები შეერწყა ქანაანელთა კულტურას, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დიდი ხანია ცხოვრობდნენ. მიცებულებები კიდევ უფრო გაძლიერდა 2019 წელს, როდესაც მეცნიერებმა შეისწავლეს უძველესი დნმ აშკელონში აღმოჩენილი ადამიანის ნაშთებიდან. რკინის ხანის დასაწყისში დამარხულ ბავშვებში აღმოჩნდა გენეტიკური წარმომავლობის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია სამხრეთ ევროპის მოსახლეობასთან. ამან არ დაასახელა ზუსტი კუნძული ან ქვეყანა ფილისტიმელთა წარმოშობის ადგილად. მან მხოლოდ აჩვენა, რომ მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ხმელთაშუა ზღვის მეორე მხარის მოსახლეობასთან, იმავე პერიოდში, როდესაც აშკელონში ახალი კულტურა ჩნდება. ახალი მოსულები სწრაფად შეერწყნენ ადგილობრივ ქანაანელებს. მხოლოდ რამდენიმე თაობის შემდეგ ძველი დიდი განსხვავება დნმ-ში ძნელად შესამჩნევი გახდა. ამიტომ უფრო ნათელია, რომ ფილისტიმელები უბრალოდ მოულოდნელად შემოჭრილი და წასული არმია არ იყვნენ. ისინი იყვნენ უფრო დიდი მიგრაციის ნაწილი, რომელიც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისკენ იყო მიმართული. ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ყველა ეგრეთ წოდებული ზღვის ხალხის ისტორია ერთნაირია. შეიძლება იყვნენ ჯგუფები, რომლებიც ანატოლიიდან მოდიოდნენ, იყვნენ ეგეოსიდან და იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობაც, რომლებიც უბრალოდ შეუერთდნენ, როცა არეულობა მძაფრდებოდა. როცა მიკენური, ხეთური და ქანაანური ქალაქები ინგრეოდა, შეიძლება გაიზარდა ჯარისკაცების, მეზღვაურების, მიწათმოქმედებისა და თავშესაფარ და ლიდერ დაკარგული ოჯახების რაოდენობა.
ზოგი მათგანი დამპყრობელი გახდა, სხვები კი მიგრანტებად იქცნენ, რომლებიც ახალ ადგილს ეძებდნენ. ასევე იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ორივე იყვნენ. უფრო სავარაუდოა, რომ ისინი მრავალი ჯგუფის ცვალებადი ნაზავი იყვნენ. მათ შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძველი სამეფოების დაცემამ მოიყოლა. მაგრამ მთავარი კითხვა რჩება: ისინი იყვნენ ნამდვილი მიზეზი ბრინჯაოს ხანის სამყაროს დაცემისა, თუ უბრალოდ მაშინ გამოჩნდნენ, როცა მთელი სისტემა უკვე დაშლას აპირებდა? პასუხი უბრალოდ დიახ ან არა არ არის. სვის ხალხების მოსვლამ ხელი შეუწყო ზოგიერთი ქალაქის განადგურებას. მათმა თავდასხმებმა ასევე დაარღვია ვაჭრობა და სამეფოების თავდაცვა. მაგრამ ისინი არ იყვნენ ბრინჯაოს ხანის კოლაფსის ერთადერთი მიზეზი. სანამ ყველაზე დიდი შემოსევები დაიწყებოდა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის მრავალი სამეფო უკვე სუსტებოდა. სხვადასხვა პრობლემა ერთდროულად დაატყდა მათ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა კლიმატის ცვლილება იყო. უძველესი ყვავილის მთვრის კვლევები აჩვენებს, ნალექებისა და ხის რგოლების მიხედვით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისა და ანატოლიის ზოგიერთ ნაწილში ძლიერი გვალვა იყო. ცენტრალურ ანატოლიაში ხის რგოლებმა აჩვენა ძლიერი გვალვის პერიოდი, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 1190-1196 წლებში. რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელებული გვალვა დიდი საფრთხეა სამეფოსთვის, რომელიც სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. როცა წვიმა ცოტაა, მოსავალიც მცირდება, როცა მარცვალი არ ყოფნის, საკვების ფასი იზრდება, ხალხი შიმშილობს, ჯარისკაცები სუსტებიან და მეფეს უჭირს თავისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი ქალაქების უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი ხეთების იმპერიამაც გამოსცადა. სანამ სამეფო საბოლოოდ დაეცემოდა, არსებობს დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ მას სხვა ადგილებიდან მარცვლის გაგზავნა და მიღება სჭირდებოდა. ეს ნიშნავს, რომ საკუთარი მიწიდან მიღებული საკვები აღარ იყო საკმარისი. საკვების დეფიციტთან ერთად, ჰეთიტები ასევე შეეჯახნენ მდგულ სამეფოებს, სამეფო ოჯახის შიგნით ბრძოლებს და შორეულ ტერიტორიებზე კონტროლის შენარჩუნების პრობლემებს. როდესაც დაირღვა გზები, რომლებიც საკვებსა და სხვა მარაგებს აწვდიდა, იმპერია კიდევ უფრო დასუსტდა. პრობლემები იყო აგრეთვე მიკენურ სამყაროში, საბერძნეთში. მიკენური საზოგადოება დიდ სასახლეებზე იყო კონცენტრირებული, ამ სასახლეებიდან იმართებოდა წარმოება, შენახვა, დაბეგვრა, ვაჭრობა და საკვების განაწილება. ეს სისტემა ძლიერი იყო, სანამ მოსავალი კარგი იყო. უსაფრთხო იყო მარშრუტები და ადგილობრივი თემებიც ემორჩილებოდნენ წესებს, მაგრამ ეს სისტემა ძალიან იყო დამოკიდებული რამდენიმე ძალაუფლების ცენტრზე. როცა ერთი სასახლე იწოდა, ან მეფე და მისი მოხელეები კრებიან, მხოლოდ ერთი შენობა არ იკარგებოდა. ამასთან ერთად ინგრეოდა ის სისტემაც, რომელიც ორგანიზებას უწევდა მუშებს, ჯარისკაცებს, პროდუქტებსა და საკვებს. რამდენიმე მიკენურ ქალაქში არსებობს მტკიცებულება შენობების დაცვისა და თავდაცვითი ნაგებობების მოულოდნელად გაძლიერების შესახებ. თუმცა ყველა ცენტრი ერთდროულად არ დაცემულა, სასახლეების განადგურება სხვადასხვა დროს მოხდა და შესაძლოა სხვადასხვა მიზეზითაც. ზოგიერთი ქალაქი შესაძლოა უცხოელებმა დაარტყეს. სხვები კი შეიძლება ადგილობრივმა აჯანყებამ, მეტოქე ლიდერებს შორის ბრძოლამ ან მეზობელი ტერიტორიებიდან მოსული ჯგუფების თავდასხმამ დააზიანა. შესაძლოა მიწის ზრუნებმა კიდევ უფრო გააძლიერა ზოგიერთი ქალაქის დაზიანება, თუმცა ეს ვერ ხსნის მთელ რეგიონში ასეთ მასშტაბურ დაცემას. მნიშვნელოვანია ასევე გავიგოთ, რამდენად მჭიდრო კავშირი ჰქონდათ სამეფოებს ერთმანეთთან. ეგვიპტე, ანატოლია, ქანაანი, კვიპროსი, სირია და ეგეოსის სამყარო დამოკიდებული იყვნენ შორეულ სავაჭრო მარშრუტებზე. ამ მარშრუტებით გადაჰქონდათ მარცვლეული, ხე, სპილენძი, კალა, ზეთი, ღვინო, ქსოვილი და სხვა პროდუქტები. კვიპროსი სპილენძის ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო. კალა კი შორეული ადგილებიდან უნდა მოეტანათ. ეს მეტალები ერთნაირად მნიშვნელოვანია ბრინჯაოს დასამზადებლად. როცა მნიშვნელოვანი პორტი ნადგურდებოდა, მხოლოდ ის ქალაქი არ ზარალდებოდა. სხვა სამეფოებიც კარგავდნენ მარაგის წყაროს. როდესაც ბევრი პორტი და სავაჭრო ცენტრი ნადგურდება, პროდუქციის მიმოქცევა ჩერდება. როცა მეტალი აღარ არის, ცოტა იარაღი და აღჭურვილობა მზადდება, როცა საკვები აღარ არის, შიმშილი მძაფრდება. როცა ვაჭრობა წყდება, მეფეები და ვაჭრები შემოსავალს კარგავენ. რადგან მთელი სისტემა ერთმანეთთანაა დაკავშირებული, პრობლემა ერთ ადგილას სწრაფად ვრცელდება სხვებზეც. ეს გავს გრძელ ჯაჭვს, სადაც ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. როცა მნიშვნელოვანი პორტები ერთის შემდეგ მეორეს ეცემა, დარჩენილი სისტემა ვეღარ უძლებს მთელ ტვირთს. აქ მნიშვნელოვანი გახდა ზღვის ხალხის როლი. მათი თავდასხმები სანაპიროებზე შესაძლოა გზების დახურვას, გემების განადგურებას და დამატებითი წნეხის შექმნას იწვევდა ქალაქებზე, სადაც უკვე საკვები და ჯარი არ ყოფნიდათ.
სამეფოები, რომლებიც ისედაც სუსტებოდნენ, კიდევ უფრო დაკარგეს აღდგენის უნარი. თუმცა, ყველა განადგურებული ქალაქი მათ ვერ დაუკავშირებს. ასევე არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ ერთმა ორგანიზებულმა არმიამ ერთდროულად შეუტია მიკენას, ხათუსას, ტროას, უგარიცსა და სხვა ცენტრებს. ზოგიერთი ქალაქის განადგურების დრო ერთმანეთისგან განსხვავდება, ზოგი უფრო ადრე დაეცა, სხვები კი კიდევ რამდენიმე ათწლეული არსებობდნენ. ზოგიერთი ცენტრი განადგურდა, მაგრამ კვლავ დასახლდა, მაშინ როცა სხვები საბოლოოდ მიატოვეს. ასევე იყვნენ ქალაქები, რომლებიც გადარჩნენ ან სწრაფად მოერგნენ. კრიზისის გავლენა თითოეულ ადგილზე განსხვავებული იყო, ზოგ რეგიონში სასახლეზე დაფუძნებული მმართველობა მთლიანად გაქრა, სხვა ადგილებში კი გადარჩენას ცდილობდნენ. ადგილობრივი თემები აგრძელებდნენ არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ ძველი მეფე და მოხელეები აღარ იყვნენ. ეს აჩვენებს, რომ ბრინჯაოს ხანის კოლაფსი ერთბაშად მომხდარი დასასრული არ ყოფილა, რომელიც ერთ წელიწადში მოხდა. ეს იყო ხანგრძლივი ცვლილებების პერიოდი, რომელიც მრავალი ათწლეული გაგრძელდა. ასევე შესაძლებელია, რომ სვის ხალხები ერთადერთი მიზეზი არ ყოფილიყვნენ ამ კრიზისისა. შესაძლოა ისინი თავადვე იყვნენ ამ კოლაფსის შედეგი. როდესაც სამეფო ინგრევა, ბევრი ადამიანი კარგავს სამსახურს, დაცვას, საკვებს და საცხოვრებელს. ყოფილი ჯარისკაცები შეიძლება შეუერთდნენ სხვა შეიარარებულ ჯგუფებს. მეზღვაურები შეიძლება თავდამსხმელებად ან დაქირავებულ მებრძოლებად იქცნენ. შივრები, ოჯახები შეიძლება გადაადვილდნენ და ახალი მიწა ეძებონ. მოგზაურობისას სხვადასხვა ადგილიდან მოსული ადამიანები შეიძლება გაერთიანდნენ. შესაძლოა ისინი მოდიოდნენ ეგეოსიდან, ანატოლიიდან, კვიპროსიდან, ქანაანიდან და ხმელთაშუა ზღვის სხვა რეგიონებიდან. შესაძლოა ზოგიერთი ჯგუფი თავდაპირველად საკუთარ მიწებს დაესხა თავს, სანამ სხვა ქალაქებზე შეტევას შეუერთდებოდა. ამ გზით ადამიანი, რომელიც საკუთარ ქალაქში კოლაფსის მსხვერპლი გახდა, შესაძლოა შემდეგი ადგილის განადგურებაში მონაწილე ჯგუფის ნაწილი გამხდარიყო. ამიტომ ზღვის ხალხი შესაძლოა სხვადასხვა ეტაპზე, როგორც დამხრობლები, ასევე ტოლვილები იყვნენ თავიანთი მოგზაურობისას. ეს არაუქმებს იმ ზიანს, რაც მათმა თავდასხმებმა გამოიწვია. ეს მხოლოდ აჩვენებს, რომ მათი ისტორია უფრო არეული და ადამიანურია, ვიდრე უბრალოდ საიდუმლო არმიის სურათი, რომელიც მხოლოდ განადგურებას ისახავდა მიზნად. კრიზისის შემდეგ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი შეიცვალა. ქეთების იმპერია, როგორც დიდი ძალა, გაქრა, მიკენურ საბერძნეთში სასახლეების სისტემა დაინგრა, უგარეთი აღარ აღბიანილა, ეგვიპტემ დაკარგა თავისი გავლენის დიდი ნაწილი აღმოსავლეთით და შემდგომ პერიოდებში კიდევ უფრო დასუსტდა. ასურეთი და ეგვიპტე სამეფოებადად გადარჩნენ, თუმცა მათ ვეღარ შეინარჩუნეს თავიანთი ძველი ძალა და გავლენა. ბევრ ადგილას მოსახლეობა შენცირდა შორეული ვაჭრობა და ზოგიერთი წერისა და მმართველობის სისტემა გაქრა. თუმცა ყველა ადამიანი და კულტურა არ გამქრალა. ცხოვრება გაგრძელდა უფრო პატარა თემებში. გადარჩენილი ადგილობრივი თემებისა და ახალმოსული მოსახლეობისგან ჩამოყალიბდა ახალი სამეფოები და იდენტობები. ხაინაში სამხრეთში განვითარდა ფილისტიმელთა ქალაქები, ჩრდილოეთ სანაპიროზე გაგრძელდა ქალაქების არსებობა, რომლებიც მოგვიანებით ფინიკიური სამყაროს ნაწილად იქცნენ. მთიანეთში გაჩნდა თემები, რომლებიც დაკავშირებულია უძველეს ისრაელიანებთან. ანატოლიასა და სირიაში შეიქმნა პატარა სამეფოები, რომლებმაც ხეთების ზოგიერთი ტრადიცია გადაიბარეს. თანდათან უფრო გავრცელდა რკინის გამოყენება. რკინამ ბრინჯაოს მაშინვე არ ჩაანაცვლა მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესი ლითონია, თავდაპირველად შესაძლოა უფრო რთული იყო მისი დამუშავების კონტროლი, თუმცა რკინის მადნის პოვნა უფრო ადვილია, ვიდრე ბრინჯაოს დასამზადებლად საჭირო თუნუქის. სოფლიოში, სადაც შორეული სავაჭრო მარშრუტები განადგურდა, დიდი უპირატესობა იყო ისეთი მასალის გამოყენება, რომლის ადგილობრივად მოპოვება უფრო ადვილია. აქ დასრულდა დიდი სასახლეების და მჭიდროდ დაკავშირებული სამეფოების ეპოქა. ამასთან ერთად დაიწყო ახალი საზოგადოებების ჩამოყალიბება, რომლებიც მნიშვნელოვანი გახდებიან რკინის ხანაში. საბოლოოდ, ბრინჯაოს ხანის სამყაროს მხოლოდ ერთი არმია არ დაუმარცხებია. მას დაასუსტა გვალვა, საკვების დეფიციტმა, სამეფოებში შიდა დაპირისპირებამ, ომებმა, მოსახლეობის გადაადგილებამ და ვაჭრობის დაშლამ. როდესაც ზღვის ხალხები მოვიდნენ, სისტემის ბევრი ნაწილი უკვე თითქმის ჩამოშლილი იყო. მათ კიდევ უფრო დაამძიმეს ქაოსი და შესაძლოა პირდაპირ გაანადგურეს რამდენიმე ქალაქი. მაგრამ ისინი ასევე შეიძლება ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებიც გარბოდნენ იმ სამყაროდან, რომელიც მათ უკან უკვე ნადგურდებოდა. ბრინჯაოს ხანის კოლაფსის ნამდვილი მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, თუ ვინ დაწვა თითოეული ქალაქი. ეს გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება იყოს ძალიან დიდარი და ძლიერი სამყარო სუსტი, როდესაც საკვები, ვაჭრობა, მმართველობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია სისტემაზე, რომელსაც არ აქვს საკმარისი თავდაცვა ერთმანეთის მიყოლებით მომხდარი კრიზისების წინააღმდეგ. ზღვის ხალხები გახდნენ კოლაფსის ყველაზე ცნობილი სახე, მაგრამ მათი გემების უკან უფრო ღრმა ისტორია იმალება. მთელი სამყარო ნელ-ნელა კარგავდა უნარს, შეენარჩუნებინა სიცოცხლე იმ სისტემისთვის, რომელმაც ოდესღაც მას ძალა მისცა.